პროლეტარიატის დიქტატურა ძალადობაზე დამყარებული ხელისუფლებაა, რომელიც თავისუფალია ნებისმიერი კანონისაგან. ოქტომბრის რევოლუციამდეც და ახლაც ჩვენ ვდგავართ მოსაზრებაზე, რომ ახალი წყობის დაბადება შეუძლებელია რევოლუციური ძალადობის გარეშე. საჭიროა წავახალისოთ კონტრრევოლუციის წინააღმდეგ მიმართული ტერორი და იგი მასიურ მოვლენად ვაქციოთ. ეს სიტყვები ბოლშევიკური პარტიის ხელმძღვანელს ვლადიმერ ლენინს ეკუთვნის. პროლეტარიატის ბელადი დაუფარავად აცხადებდა, რომ ქვეყნის მართვის ერთადერთი მისაღები გზა ძალადობა იყო. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ კომუნისტებმა ქვეყანაში ტოტალური ტერორი შემოიღეს. ტერორს იყენებდნენ არა მარტო იდეური მოწინააღმდეგეების მიმართ, არამედ მშრომელთა კლასის წინააღმდეგად, რომლის სახელითაც მოეწყო ოქტომბრის გადატრიალება. ძალაუფლების გასამყარებლად შექმნილი რეპრესიული სისტემა იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ ლენინის მემკვიდრეებს მართვის ახალი ფორმების გამოვლენა აღარ სჭირდებოდა. ისინი უბრალოდ ნიშის გზას აგრძელებდნენ და ამ სისტემას დროის შესაბამისად უცნობდნენ სახეს. მსოფლიო ომის გამო ისედაც მძიმე კრიზისში მყოფი რუსეთი 1917 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შედეგად სრულ ქაოსში აღმოჩნდა. რუსეთი, სადაც ხელისუფლება აღარ არსებობდა, სამოქალაქო დაპირისპირებამ მოიცვა. მკვეთრად დაეცა ცხოვრების დონე, დაინგრა ეკონომიკა, ქვეყანა ომიდან გაქცეული დეზერტირი ჯარისკაცებით გაივსო. გართულდა მდგომარეობა აღმოსავლეთის ფრონტზე. რუსეთს, რომელიც მსოფლიო ომში ანტანტის მხარეს მონაწილეობდა, უცხოური სამხედრო ინტერვენცია დაემუქრა. იმის გამო, რომ რუსული ფრონტი პრაქტიკულად მოშლილი იყო, გერმანიის არმია რუსეთის სიღრმეში წინააღმდეგობის გარეშე მიიწევდა. თუ კომუნისტებს ხელისუფლების შენარჩუნება სურდათ, საგარეო და საშინაო საფრთხეები ერთდროულად უნდა გაენეიტრალებინათ. $1918 წლის მარტში ბრესტ-ლიტოვსკში ბოლშევიკებმა გერმანიასთან და მის მოკავშირე სახელმწიფოებთან სეპარატული ზავი გააფორმა და პირველ მსოფლიო ომში დამარცხება აღიარა. ხელშეკრულების ძალით მოსკოვი უარს ამბობდა პოლონეთზე, ბალტიისპირეთზე, ფინეთზე. აღიარებდა უკრაინის დამოუკიდებლობას. კონტროლს კარგავდა კავკასიაზე და ბესარაბიაზე. საგარეო დათმობებმა ბოლშევიკებს საშუალება მისცა მთელი ყურადღება საშინაო პრობლემებზე გადაეტანა. პოლიტიკური ოპოზიციის დასათრგუნად და ხელისუფლების შესანარჩუნებლად ბოლშევიკებმა ქვეყნის მართვის საშუალებად ოფიციალურად გამოაცხადეს წითელი ტერორი. ბოლშევიკებმა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების და მთელი სოციალური კლასების დევნა დაიწყეს. აიკრძალა ყველა პოლიტიკური პარტია, კანონგარაშეთ გამოცხადდა ბურჟუაზია როგორც კლასი. რეპრესიები დაიწყო ეკლესიის წინააღმდეგ. დევნიდნენ ინტელიგენციასა და თავადაზნაურთა ფენას. აპატიმრებდნენ და ხვრედდნენ ყველას, ვინც ოდნავ მაინც არ ეთანხმებოდა ბოლშევიკების კურსს. ტერორი გამოიყენებოდა მუშებისა და გლეხების წინააღმდეგაც, რომლებიც ბოლშევიკების ძალადობრივი პოლიტიკის საპასუხოდ კაფიცვებს აწყობდნენ და დაუმორჩილებლობას აცხადებდნენ. რეპრესიების მთელ სისტემას ლენინი ხელმძღვანელობდა. კულაკების მიერ მოწყობილი გამოსვლები სასტიკად ჩაახშეთ. ამას მოითხოვს რევოლუციის ინტერესები. ჩამოახშვეთ, აუცილებლად ჩამოახშვეთ არანაკლებ 100 კულაკი და სხვა სისხლის მწოველი წურბელა. წაართვით მათ პურის მთელი მარაგი. გააკეთეთ ისე, რომ 100 ვერსის მანძილზე ხალხმა დაინახოს ეს და შეძრწუნდეს. ლენინი 1918 წელი 9 აგვისტო. პოლიტიკური მიზნების მისაღწევად კომუნისტები ბურჟუაზიის, მემამულეების, პოლიტიკური ოპონენტების და შეძლებული გლეხების რიცხვიდან ძევლების აყვანის მეთოდს იყენებდნენ. ბოლშევიკთა მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ძევლას სასამართლოს გარეშე ხვდებდნენ. ძევლების აყვანის მეთოდი ისე ფართოდ გავრცელდა, რომ ციხეები გადატვირთული აღმოჩნდა. ლენინის პარტიამ დაპატიმრებულთა უზარმაზარი ნაკადის გამო საპყრობილეების განტვირთვა საკონცენტრაციო ბანაკების მეშვეობით გადაწყვეტა. პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო ტყვეების კონცენტრაციისთვის გამიზნული სპეციალური ბანაკები მთელ მსოფლიოში მოქმედებდა. ასეთი ბანაკები რუსეთშიც იყო, მაგრამ სამოქალაქო პირებისთვის საკონცენტრაციო ბანაკების მოწყობა პირველად სწორედ ბოლშევიკებმა დაიწყეს. საჭიროა მოვაწყოთ უმოწყალო, მასობრივი ტერორი კულაკების, მღვდლებისა და თეთრგვარდიელების წინააღმდეგ. ყველა საეჭვო პირი დაუფიქრებლად გამოკეტეთ საკონცენტრაციო ბანაკებში. ლენინი
9 აგვისტო 1918 წელი. ლენინის მიერ შექმნილი ტოტალიტარული რეჟიმის თავისებურება იმაში მდგომარეობდა, რომ ბოლშევიკები ტერორს იყენებდნენ არა მხოლოდ როგორც მტრების დაშინებისა და განადგურების ინსტრუმენტს, არამედ როგორც მასების მართვის ყოველდღიურ საშუალებას. ამიტომ უმნიშვნელო წინააღმდეგობასაც კი კომუნისტები მასობრივი დახვრეტებით პასუხობდნენ. რამდენი ადამიანი დაიღუპა სამოქალაქო დაპირისპირების დროს რუსეთში, ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. მიახლოებითი გამოთვლებით, ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლას დაახლოებით 10 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 1,200,000 უშუალოდ წითელ ტერორს შეეწირა, ხოლო 5-დან 6 მილიონამდე კომუნისტების პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში წარმოქმნილმა შიმშილმა შეიწირა. სასტიკი რეპრესიების წყალობით ბოლშევიკებმა სამოქალაქო ომში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და რუსეთში ერთპარტიული დიქტატურა დაამყარეს. თუმცა მათთვის მხოლოდ რუსეთი საკმარისი არ იყო. წითლებს პროლეტარული რევოლუციის მოწყობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სურდათ. კომუნისტები სიტყვით იმპერიალიზმის დაუძინებელი მტრები იყვნენ. სინამდვილეში კი ლენინის პარტია სახეშეცვლილი რუსული იმპერიალიზმის გაგრძელებას წარმოადგენდა. დასაწყისისთვის ბოლშევიკებმა ბრესტის ზავით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება სცადეს. მოსკოვმა სწრაფად შემოიერთა უკრაინა, თუმცა 1920 წელს დაწყებული პოლონური კამპანია კომუნისტების სრული კრახით დასრულდა. იუზეფ პილსუდსკის მეთაურობით პოლონურმა არმიამ წითლები ვარშავასთან დაამარცხა. შედეგად კრემლმა ოფიციალურად ცნო არა მარტო პოლონეთის, არამედ ბალტიისპირეთისა და ფინეთის დამოუკიდებლობაც. პოლონეთის პარალელურად ბოლშევიკებმა აქტიური სამხედრო მოქმედებები დაიწყეს კავკასიის მიმართულებითაც. 1918 წლისთვის საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ცალკე სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. ჩრდილო კავკასიაში შეიქმნა კავკასიის მთიელ ხალხთა კავშირი, რომელიც ინგუშეთს, ჩეჩნეთს და დაღესტანს აერთიანებდა. ამ გაერთიანებამ რუსეთისაგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თუ პოლიტიკური განსხვავებების გამო ბოლშევიკები და მათი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, კავკასიის საკითხში მათ უთანხმოება არ ჰქონდათ. დამოუკიდებელ კავკასიას ორივე მხარე ერთნაირი სისასტიკით ებრძოდა. 1918 წლიდან ჩრდილოეთ კავკასიაში ომი დაიწყო. კავკასიელები ერთდროულად ბოლშევიკებისა და დენიკინის თერთგვარდიელების წინააღმდეგ იბრძოდნენ. ამავე დროს რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად ერთმანეთს ორი რუსული არმია და ორი რუსული იდეოლოგიაც ებრძოდა. დენიკინის არმია კავკასიელებს ფიზიკურად დევნიდა და კავკასიაში რუსული სივრცის შექმნას ცდილობდა. დენიკინის განსხვავებით, ბოლშევიკების სიტყვით მართალია ერთად თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპებს გადაგებდნენ, მაგრამ მთლიანად ანგრევდნენ კავკასიელთა ყოფას, ებრძოდნენ რელიგიას და ართმევდნენ კერძო საკუთრებას. 1920 წლის იანვარში ბოლშევიკებმა დენიკინის თერთგვარდიელთა ჯარების წინააღმდეგ კავკასიის ფრონტზე შეტევა დაიწყეს. ერთ თვეში კომუნისტებმა დაიკავეს ყუბანის, სტავროპოლის, ტუაფსეს და გროზნოს ოლქები. მარტში წითელი არმია თითქმის მთლიანად აკონტროლებდა ჩრდილოეთ კავკასიას. ბოლშევიკთა ჩარევის შედეგად კავკასიის მთიელ ხალხთა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. შემდეგი სამიზნე უკვე ამიერკავკასია და ნავთობით მდიდარი ბაქო იყო. 1920 წლის აპრილში წითელი არმია აზერბაიჯანში შეიჭრა და ქვეყნის დემოკრატიული მთავრობა დაამყარა. იმავე წლის ნოემბერში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა სომხეთში. 3 თვის შემდეგ კი იგივე ბედი გაიზიარა საქართველოსაც. ლენინის მიერ განახლებულმა რუსეთის წითელმა არმიამ კავკასია კვლავ საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცია. ლენინის ეპოქაში საფუძველი ჩაეყარა ტერორისტულ წყობას, რომლის ანალოგიც არ მოიძებნებოდა. ბოლშევიკების ძალაუფლება დამყარებული იყო არა ხალხის მხარდაჭერაზე, არამედ მასების დათრუნვაზე და შიშზე. იგი თანაბარი სისასტიკით ებრძოდა ნებისმიერ ეთნოსს, ნებისმიერ სოციალურ ფენას. სპობდა როგორც საკუთარ მხარდამჭერებს, ასევე იდეურ მოწინააღმდეგეებს. ეს იყო წყობა, რომლის მეტასტაზებიც სულ ცოტა ხანში გაცდა საბჭოთა კავშირს და უამრავი უბედურების სათავე გახდა. 1924 წელს
ბოლშევიკური პარტიის ხელმძღვანელი ვლადიმერ ლენინი გარდაიცვალა. ბელადის სიკვდილისთანავე კომუნისტურ პარტიაში ხელისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო. ლიდერის პოზიციას ერთმანეთს იოსებ სტალინი და ლევ ტროცკი ეცილებოდა. 20-იანი წლების დასაწყისში ტროცკი ლენინის შემდეგ ქვეყნის მეორე პირად ითვლებოდა. სტალინს კი პარტიის გენერალური მდივნის პოსტი ეკავა. შიდა პარტიულ დაპირისპირებაში სტალინმა ტროცკის დამარცხება შეძლო. პარტიული ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც მხარს ტროცკის უჭერდნენ, ციხეში და გადასახლებაში აღმოჩნდნენ. პარტიაში ძალაუფლების უზურპირების შემდეგ სტალინმა პირველი მასშტაბური რეპრესიები გლეხობის წინააღმდეგ განახორციელა. 1927 წელს ბოლშევიკებმა საბჭოთა კავშირის მოდერნიზაციის გეგმა შეიმუშავეს, რომელსაც ჩამორჩენილი ქვეყანა ინდუსტრიულ სახელმწიფოდ უნდა გადაექცია. ინდუსტრიალიზაციისთვის საჭირო ფინანსების მოზიდვას კი კომუნისტები საექსპორტო შემოსავლებიდან გეგმავდნენ. საბჭოთა ექსპორტში ცენტრალური ადგილი მარცვლეულს ეკავა. სახელმწიფომ გლეხებისგან მარცვლეულის დავალ ფასად შესყიდვა მოითხოვა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. გლეხი, რომელიც ჯერ კიდევ მიწის მესაკუთრე იყო, სახელმწიფოს თავის პირობებს უყენებდა. ხორბლის ამოსაღებად სტალინმა კოლექტივიზაციის სისტემა შეიმუშავა, რომელიც სოფელზე კონტროლის საშუალებას იძლეოდა. აქტიური კოლექტივიზაცია 1929 წლის მიწურულს დაიწყო. გლეხს კოლექტივში შესვლას, პირადი ქონების ჩაბარებას და კოლმეურნეობაში თითქმის უფასოდ შრომას აიძულებდნენ. იძულების მეთოდმა სოფლებში პროტესტი და გლეხების გამოშლები გამოიწვია. უკმაყოფილების ყველაზე დიდი ხარისხი უკრაინაში იყო, სადაც კომუნისტებს იარაღი დაუპირისპირდნენ. გლეხების გამოშლები ბოლშევიკებმა სიცხში ჩაახშვეს. 1930 წელს მათლობ უკრაინაში 300,000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. ნაწილი დახვრიტეს, დანარჩენი კი საკონცენტრაციო ბანაკებში შეყარეს. სტალინმა უკრაინის დასჯის მიზნით სახელმწიფოს სასარგებლოდ პურის მთელი მარაგის ძალით ამოღების ბრძანება გასცა. 1933 წლის ზამთარში ბოლშევიკთა რაზმებმა უკრაინული სოფლები ხორბლისგან და საკვები პროდუქტებისგან მთლიანად დაცალეს. Украинское движение и вот те силы, которые жили в Украине, ამ საშინელი აქციით საბჭოთა ხელისუფლებამ გაანადგურა ის უკრაინული მოძრაობა და ძალა, რომელსაც შეეძლო დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოს აშენება. ამას დაემატა მასობრივი რეპრესიები უკრაინული ინტელიგენციის წინააღმდეგ, რომელიც 1933 წლიდანვე დაიწყო. მათ აპატიმრებდნენ და სოლოვკის კუნძულებზე საკონცენტრაციო ბანაკებში ასახლებდნენ. საბჭოთა ხელისუფლებამ თავისი საქმე გააკეთა. მოსპო მოაზროვნეები და ისინი მონებით ჩაანაცვლა. ისეთი ადამიანები აღზარდა, რომელთაც შეეძლოთ რეჟიმთან შეგუება. ეს იყო პოლიტიკური ევგენიკა. მათ სხვა ტიპის ადამიანი შექმნეს. ამიტომ ამაში ეჭვის შეტანაც კი არ შეიძლება. ეს იყო გენოციდი. შემდეგ უკრაინის საზღვრები არმიის საშუალებით ჩაკეტეს და მშიერ ხალხს საკვების შოვნის ყველანაირი საშუალება წაართვეს. ამ აქციის შედეგად, რომელიც გოლოდომორის სახელით არის ცნობილი, უკრაინაში 8 მილიონამდე მოქალაქე დაიღუპა. ადამიანები შიმშილისგან სივდებოდნენ, ჭკუიდან იშლებოდნენ. მრავლად იყო კანიბალიზმის შემთხვევები. Страшний город був, дітки. Не дай Бог такого, нікого дай такого. საშინელი შიმშილი იყო ჩვენთან. ღმერთმა არქნას რომ კვლავ განმეორდეს. ჩვენ სოფელში შიმშილისგან 3 თვეში 2000 ადამიანი დაიღუპა. ჩვენმა მეზობლებმა საკუთარი ნათესავი 8 წლის გოგონა დაკლეს და შეჭამეს. ადამიანები საკუთარ შვილებს ჭამდნენ. აი ასეთი საშინელი დღეები გადავიტანეთ. Оце таке було страшне, дітки. Там, где я жил, в том районе, это Городнянский район на Черниговщине,
იქ, სადაც მე ვცხოვრობდი ჩერნიგოვში, რადნიანის რაიონში დღესთან ორი ხუტორი იყო. მარჩინკოვი და კარტოვეცკი. 1933 წელს რაიონიდან მილიციის თანამშრომელი ჩამოვიდა ერთ-ერთ ამ ხუტორში. ის ქოხში შევიდა და დაინახა 7 წლის ბიჭი როგორ აჭრიდა დანით 5 წლის დას ფეხს. გესმით? ბიჭი მშიერი იყო და უნდოდა რომ ეჭამა. შიმშილი დაიწყო ჩრდილოეთ კავკასიაში, ყუბანში, ცენტრალურ რუსეთში, ყაზახეთში. სტალინმა შეძლებული გლეხები, როგორც კლასი, მთლიანად გაანადგურა. საკუთარი მიზნის მისაღწევად ბოლშევიკებმა მშვიდობიან პერიოდში მილიონობით ადამიანის შიმშილით შეგნებულად მოსმეს. კოლექტივიზაციის შემდეგ სტალინი ქვეყნის ტოტალურ წმენდას შეუდგა. აქციის ძირითადი მიზანი ყოფილი ოპოზიციონერებისაგან კომუნისტური პარტიის გათავისუფლება იყო. სადამსჯელო ოპერაციამ ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ იგი მოსახლეობის ყველა ფენას და ყველა სოციალურ ჯგუფს შეეხო. სტალინის პარტია სპობდა ყველა ძველ ბოლშევიკს და მეტაკლებად მნიშვნელოვან თანამდებობის პირს. ანადგურებდა რევოლუციის შემდეგ შექმნილ ტექნოკრატიის ფენას, ამბიციურ სამხედროებს, პარტიულ ნომენკლატურას, რომელსაც თავი ახალი დროის ბატონებად წარმოედგინათ. ინტელიგენციის იმ ნაწილს, რომელიც განსხვავებულად აზროვნებას ბედავდა. დაბატიმირებები შეეხო თვით შესახკომსაც კი, რომელიც რეპრესიებს ახორციელებდა. სტალინის გეგმით უნდა გამოცვლილიყო მთელი თაობა, რათა აბსოლუტურად მორჩილი საზოგადოება მიეღო. 1927-38 წლებში 2 მილიონამდე ადამიანი დააპატიმრეს, მათგან 700,000-მდე სიცოცხლეს გამოასალმეს. წითელი ტერორი ყოველ მეათე ოჯახში იყო. ქვეყნის შიგნით ყველა პოტენციური მოწინააღმდეგის მოსპობის შემდეგ სტალინი საგარეო აგრესიაზე გადავიდა. მოძლიერებული წითელი იმპერია სოფლიო ბატონობის სრულის გამოთქვამდა და ბოლშევიზმის საზღვარგარეთ ექსპორტზე ფიქრობდა. სტალინი ჯერ იმ ტერიტორიების დაბრუნებას აპირებდა, რომელიც რუსეთის იმპერიამ პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაკარგა. For the Soviet Union, very clear plan to 30-იანი წლების ბოლოს კრემლს უკვე ძალიან ნათლად ჰქონდა ჩამოყალიბებული ბალტიის სახელმწიფოების, ფინეთისა და პოლონეთის აღმოსავლეთ ტერიტორიის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შეყვანის გეგმა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ რუსეთი მეფისდროინდელი იმპერიის საზღვრებს უბრუნდებოდა. მოსკოვს განსაზღვრული ჰქონდა შეიარაღებული კონფლიქტის გარეშე მიეღწია დასახული მიზნისთვის. სტალინის აზრით, სამხედრო დაპირისპირებებით ყველა ქვეყნის ანექსიას საბჭოთა კავშირი ვერ შეძლებდა. სტალინს სატელიტ ქვეყნებად სურდა გადაექცია ეს სახელმწიფოები, მაგრამ საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, მათი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შეყვანა იყო. ამის შესაძლებლობა კომუნისტებს 1939 წელს მიეცა. ბოლშევიკებს თანამშრომლობა ნაცისტურმა გერმანიამ შესთავაზა, რომელსაც ასევე სურდა პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაკარგული მიწების შემოერთება. ორმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა ევროპის გადანაწილებაზე ერთმანეთთან შეთანხმება სწრაფად მოახერხა. 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიბენტროპმა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა მოლოტოვმა თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმების საიდუმლო ნაწილით ახალი პარტნიორები პოლონეთს შუაზე იყოფდნენ. გარდა ამისა, გერმანია საბჭოთა ინტერესების სფეროთ აღიარებდა ბალტიისპირეთს, ფინეთს და ბესარაბიას. Заключение советско-германского договора о ненападении свидетельствует о том, что историческое предвидение товарища Сталина блестяще оправдалось. წლის 1 სექტემბერს ნაცისტები თავს დაესხნენ პოლონეთს. ორი დღის შემდეგ ინგლისმა და საფრანგეთმა ომი გამოუცხადეს გერმანიამ. ევროპაში ფართო მასშტაბიანი ომი დაიწყო, რომელიც მალე მთელ მსოფლიოს მოედნდა.
17 სექტემბერს საბჭოთა ჯარებმა პოლონეთის საზღვარი გადაკვეთეს. ერთ თვეში კრემლმა აღმოსავლეთ პოლონეთი მიიერთა. ოქტომბერში კომუნისტებმა ჯარები შეიყვანეს ბალტიისპირეთში. 1940 წლის ზაფხულში შევიდნენ ბესარაბიაში და მთლიანად დაასრულეს ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის გასაბჭოება. წითელი იმპერია მეფის რუსეთის პერიოდის საზღვრებში აღდგა. მიერთებულ ტერიტორიებზე კრემლი სოციალიზმის აქტიურ დანერგვას შეუდგა. გაუქმდა კერძო საკუთრება. კომუნისტურის გარდა აიგრძალა ყველა პოლიტიკური პარტია. შემოიღეს ცენზურა. დაიწყო დაპატიმრებები. საბჭოთა სისტემა ანექსირებულ რეგიონებს არასასურველი პირებისგან წმენდა. 1940-51 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ აღმოსავლეთ პოლონეთიდან, ბესარაბიიდან და ბალტიისპირეთიდან 9 მილიონზე მეტი ადამიანის დეპორტაცია მოახერხა. ციმბირში ასახლებდნენ ყოფილ ჩინოვნიკებს, პოლიციის თანამშრომლებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიის წევრებს, საზოგადო მოღვაწეებს, კერძო მესაკუთრეებს. Мы приехали на вокзал. რკინიგზის სადგურზე მიგვიყვანეს და ბრძანების მიხედვით ოჯახის უფროსები ცალკე ვაგონებისკენ წაიყვანეს. პატარა ბავშვები და მათი დედები კი დროებით სადგურზე დატოვეს. ყოველთვის მემახსოვრება თუ როგორ დამაშორეს მამას. როდესაც იგი წაიყვანეს, მას მხარზე ზურგს ჩანთა ჰქონდა. ხელში კი რაღაც ეჭირა. თუმცა არა მარტო მე, ციმბირიდან დაბრუნებულ ყველა ჩემს ამხანაგს კარგად ახსოვს ის საშინელი დღე და განშორება მშობლებთან, რომლებიც შემდეგ აღარასოდეს გვინახავს. სატვირთო ვაგონები, რითაც ციმბირში დეპორტირებულები უნდა წაეყვანათ, ხალხით იყო სავსე. მე და ჩემი მცირეწლოვანი და-ძმა აქ შეგვიყვანეს. ვაგონში საშინელი სიცხე და აუტანელი პირობები იყო. ციმბირისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ დიდი ტანჯვა და განსაცდელი გადავიტანეთ. განსაკუთრებული სისასტიკით ბოლშევიკები ოფიცრებს უსწორდებოდნენ. საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში 21,000 პოლონელი ოფიცერი აღმოჩნდა. მათ მიმართ ბოლშევიკებმა ზუსტად იგივე მეთოდი გამოიყენეს, რასაც რევოლუციის დროს თეთრგვარდიელებს წინააღმდეგ იყენებდნენ. 1940 წლის გაზაფხულზე საბჭოთა რეჟიმმა ყველა პოლონელი ოფიცერი სასამართლოს გარეშე დახვრიტა. ეს ტრაგედია ისტორიაში კატინის სახელით არის ცნობილი. В сумме замордовано понад საბჭოთა შინსახკომმა 20,000-მდე პოლონელი ოფიცერი და პოლიციელი დახვრიტა. ისინი არ იყვნენ მხოლოდ კადრის ოფიცრები. აქ იყვნენ ისინიც, ვინც ომის დაწყების დროს გაიწვიეს რეზერვიდან. მათი უმეტესობა ინტელიგენციის წარმომადგენელი იყო. ექიმები, მეცნიერები, მწერლები, ინჟინრები, ადვოკატები. ეს იყო უდიდესი დანაკლისი პოლონეთისათვის. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ბოლშევიკებმა სასულიერო მიზანს ვერ მიაღწიეს, ფინეთი იყო, რომელიც სტალინის აგრესიას იარაღით დაუპირისპირდა. 4 თვის განმავლობაში მარშალ მანერჰეიმის ხელმძღვანელობით ფინელი ხალხი თავისუფლებისთვის თავგანწირვით იბრძოდა. მართალია, საბჭოეთმა ფინეთის მნიშვნელოვანი ტერიტორიების ანექსია მოახერხა, მაგრამ მათ შეინარჩუნეს მთავარი დამოუკიდებლობა. ფინალთა თავდადება მის აბაძი მაგალითი გახდა. 1940 წლის იანვარში ბოლშევიკების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყება დაიწყო ჩეჩნეთში. გასაბჭოების დღიდან ჩრდილოეთ კავკასიაში მუდამ ფეთქებად საშიში მდგომარეობა იყო. კავკასიელთა უკმაყოფილებას კომუნისტური რეჟიმის მიერ რეგიონში გატარებული პოლიტიკა იწვევდა. ბოლშევიკები ქმნიდნენ კოლმეურნეობებს, აუქმებდნენ კერძო საკუთრებას, დევნიდნენ რელიგიას, კეტავდნენ მეჩეთებს, აპატიებდნენ მოლებს. ვინც პროტესტს ხმამაღლა გამოთქვამდა, მას პირდაპირ ციმბირში ასახლებდნენ. ჩეჩნურ აჯანყებას სათავეში პუბლიცისტი ჰასან ისრაილოვი ჩაუდგა. აჯანყების მიზეზები ისრაილოვმა პარტიისადმი გაგზავნილ წერილში ასე ჩამოაყალიბა. 20 წელია საბჭოთა ხელისუფლება ჩემი ხალხის გასანადგურებლად შეუბრალებელ ომს აწარმოებს.
ამიტომ გადავწყვიტე სათავეში ჩავუდგე განმათავისუფლებელ ბრძოლას. მე მესმის, რომ არა მარტო ჩეჩნეთ-ინგუშეთს, არამედ გაერთიანებულ კავკასიასაც კი გაუჭირდება წითელი უღელის გადაგდება. მაგრამ სამართლიანობისა და თავისუფლების სიყვარული მაიძულებს გადავდგა ეს ნაბიჯი. მამაცი ფინელი ხალხის ბრძოლა ამტკიცებს, რომ უზარმაზარი იმპერია უძლურია, პატარა, მაგრამ თავისუფლების მოყვარე ერის წინააღმდეგ. კავკასიაში თქვენ მეორე ფინეთს მიიღებთ. აჯანყებულებმა ერთ თვეში შეძლეს ჩეჩნეთის მთიანი რეგიონების დაკავება. წითელი არმიის მიერ ჩატარებულ სადამჟელო აქციას შედეგი არ მოჰყოლია. ჩეჩნეთის მნიშვნელოვან ნაწილში საბჭოთა ხელისუფლება აღარ ვრცელდებოდა. საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ ისრაელოვის მოძრაობა კიდევ უფრო გაიზარდა. ბოლშევიკები ამბოხებულ რეგიონს ავიაციისა და артиლერიის საშუალებით ბომბავდნენ, მაგრამ ჩეჩენთა წინააღმდეგობა მაინც ვერ გატეხეს. აჯანყებას მხარს მოსახლეობა უჭერდა, ამიტომ სტალინმა მთელი ერის დასჯა გადაწყვიტა. კავკასიელები გერმანელთა მხარდაჭერაში დაადანაშაულეს და მათი დეპორტაცია გადაწყვიტეს. $1944 წლის 23 თებერვალს ბოლშევიკებმა ოპერაცია ჩეჩევიცა დაიწყეს. ჩეჩნები და ინგუშები სატვირთო ვაგონებში შეყარეს და შუა აზიაში გადაასახლეს. ყაზახეთისა და ყირგიზეთის უდაბნოებში 650,000 ადამიანი აღმოჩნდა. ჩეჩენ-ინგუშეთის რესპუბლიკა გაუკაცრიელდა. გადარჩა მხოლოდ ის, ვინც თავი მთებს შეაფარა. ამავე პერიოდში გადაასახლეს ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიიდან 40,000 ყაბარდოელიც. მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ აჯანყებულებს ბოლშევიკები სწრაფად გაუსწორდნენ. 1944 წლის დეკემბერში წითელ არმიასთან შეტაკებისას დაიღუპა აჯანყებულთა ლიდერი ჰასან ისრაილოვიც. 1958 წელს საბჭოთა მთავრობამ საიდუმლო დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც შუა აზიაში გადასახლებული ერები გადასახლების ადგილას რჩებოდნენ სამუდამოდ. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ საბჭოთა იმპერია კიდევ უფრო გაიზარდა. კრემლი უკვე მთელ აღმოსავლეთ ევროპას აკონტროლებდა. კომუნისტური რეჟიმი დამყარდა პოლონეთში, უნგრეთში, ბულგარეთში, ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთში, იუგოსლავიაში, ალბანეთში. საბჭოთა ჯარები იდგნენ ავსტრიაში და გერმანიაში. Und die Sowjetunion erklärte dem Westen, dass es unsere Einflusssphäre. საბჭოთა კავშირმა ნათლად განუმარტა დასავლეთს, რომ ეს ტერიტორიები მათი გავლენის სფეროს წარმოადგენს. ეს იყო პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რუმინეთი, ბულგარეთი, ჩეხოსლოვაკია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჩეხოსლოვაკიაში საბჭოური რეჟიმის ჩამოყალიბება 1948 წელს დაიწყო. მანამდე იქ კომუნისტური მთავრობა არ იყო. ასე რომ 1948 წლიდან მივიღეთ კომუნისტური საზღვარი, რომელიც ევროპას ორად ჰყოფდა. საბჭოთა კავშირი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის უმეტეს ნაწილში გაბატონდა. ბოლშევიკთა მზარდი ექსპანსია იმდენად საშიში გახდა, რომ დემოკრატიულმა სამყარომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტა. $1947 წლის 12 მარტს ამერიკის პრეზიდენტმა ტრუმენმა კონგრესში ამერიკის ახალი საგარეო დოქტრინა წარმოადგინა. იგი მსოფლიოში კომუნიზმის გავრცელების შეჩერებას ისახავდა მიზნად. ეს პოლიტიკა გულისხმობდა, რომ თეთრი სახლი დახმარებას გაუწევდა ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც კომუნიზმი ემუქრებოდა. მსოფლიოში ცივი ომი დაიწყო. სტალინმა დასავლეთის გადახვა იმ ჩვეული ბოლშევიკური მეთოდით გადაწყვიტა, რომელსაც კომუნისტები ხშირად იყენებდნენ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. დაპირისპირების ყველაზე ცხელ წერტილში, ბერლინში,
კომუნისტებმა დასავლეთის კონტროლის ქვეშ მყოფი დასავლეთი ბერლინი ბლოკადაში მოაქციეს. ბლოკირებულ ნაწილთან შეჩერდა სატრანსპორტო კავშირი, გაითიშა ელექტროენერგია, შეწყდა სურსათით მომარაგება. ასობით ათას ადამიანს შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდა. თუმცა ბერლინის შემთხვევაში კომუნისტებმა მიზანს ვერ მიაღწიეს. დასავლეთმა ქალაქის ბლოკირებული ნაწილის დახმარება საჰაერო გზით შეძლო. ბერლინში საჭირო პროდუქტები თვითმფრინავებით ჩაქონდათ. მოსკოვი იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო და 1959 წელს ბლოკადა გააუქმა. სტალინის ეპოქაში ბოლშევიკური სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდა და იგი რუსეთის იმპერიის ძველ საზღვრებს გასცდა. კომუნისტები უკვე მსოფლიოს 1/6-ს აკონტროლებდნენ. თუ ლენინის პერიოდში ბოლშევიკები სადამძღოლო მეთოდების გამოყენებას კონტრრევოლუციასთან ბრძოლის აუცილებლობით ამართლებდნენ, სტალინის პერიოდში რეპრესიები ბელადის ძალაუფლების გამყარებას და მოსახლეობაში შიშის დათესვას ემსახურებოდა. ამის შედეგად საბჭოეთში სამოქალაქო საზოგადოება გაქრა. მის ნაცვლად პარტიისადმი მორჩილი მასა ჩამოყალიბდა, რომელმაც საკუთარი აზრი და პროტესტის გრძნობა საერთოდ დაკარგა. საბჭოთა მოქალაქის ძირითადი საფიქრალი მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენა იყო. სტალინის სიკვდილის შემდეგ 1953 წელს პარტიის სათავეში ნიკიტა ხრუშჩოვი მოექცა. მისი მოსვლით ბოლშევიკების პოლიტიკა ოდნავ შეიცვალა. ხრუშჩოვი გრძნობდა, რომ რეფორმების გარეშე საბჭოეთი დასავლეთის სამყაროს კონკურენციას დიდხანს ვერ გაუწევდა. ამიტომ მას პარტიისა და სახელმწიფოს გადაწყობა უნდოდა, რათა საბჭოთა კავშირი მსოფლიოში არსებულ ახალ რეალობას მორგებოდა. პარტიის ახალმა ლიდერმა სისტემის რეფორმირება წინამორბედის ლანძღვით დაიწყო. 1956 წლის თებერვალში ხრუშჩოვმა კომპარტიის მეოცე ყრილობაზე სტალინის კულტი დაგმო და იგი რეპრესიების ორგანიზებაში დაადანაშაულა. თუმცა თავის გამოსვლაში ხრუშჩოვი საერთოდ არ ეხებოდა ბოლშევიზმის დანაშაულებრივ ბუნებას. მისი მოხსენებით გამოდიოდა, რომ კომუნისტური წყობის ნაცვლად დამნაშავე მხოლოდ სტალინი და მისი ერთგული გუნდი იყო, რომლებმაც ილიჩის გზას გადაუხმეს. სინამდვილეში კი სისტემა კვლავ აგრესიული რჩებოდა. Nikita Khrushchev was a Stalin henchman. ნიკიტა ხრუშჩოვი სტალინის მოწაფე იყო. მას სტალინზე გაცილებით რბილი ხასიათი ჰქონდა. მაგრამ რა თქმა უნდა, იგი მაინც საბჭოთა მენტალიტეტის მატარებელი გახლდათ. მაგალითად, ხრუშჩოვი ციხეებიდან სტალინის მიერ რეპრესირებულ პირებს ათავისუფლებდა. მაგრამ ეს პროცესი შერჩევით ხასიათს ატარებდა და ამიტომ მისი მმართველობის პერიოდში ჯერ კიდევ ბევრი მოქალაქე რჩებოდა პატიმრობაში. და რაც ყველაზე მთავარია, ხრუშჩოვს არ უღიარებია კომუნისტური სისტემის დანაშაულებრივი ბუნება. მაგალითად 30-იან წლებში ჩეკას მიერ მილიონობით ადამიანის დახვრეტა. მან არც კოლექტივიზაციის დროს ჩადენილი საშინელი რეპრესიები აღიარა. საბჭოთა კავშირში მთელი სოციალური ფენები იდევნებოდა. თავადაზნაურობა, სასულიერო ფენა, ვაჭრები კანონგარეშედ გამოცხადდა. ამ თვალსაზრისით ხრუშჩოვს არაფერი გაუკეთებია. იგი თავად იყო ამ სისტემის ნაწილი. როდესაც ხრუშჩოვს უკრაინის კომპარტიის პირველი მდივნის თანამდებობა ეკავა, მისი პირადი ბრძანებით ათობით ათასი ადამიანი დააპატიმრეს და დახვრიტეს. იგივე ხდებოდა, როდესაც ის კომპარტიის პოლიტბიუროს წევრი გახდა და უკვე მოსკოვში იმყოფებოდა. ბოლშევიზმის რეალური სახე მეოცე ყრილობის დასასრულიდან სულ 2 კვირაში გამოჩნდა. 1956 წლის 9 მარტს კრემლმა სასტიკად ჩაახშო სახალხო გამოსვლები თბილისში, სადაც მოსახლეობა მეოცე ყრილობაზე სტალინის კრიტიკას აპროტესტებდა. იმ პერიოდის საქართველოში სტალინი ეროვნულობის გამოხატულება იყო და მისი სახელის შეურაცხყოფა საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიად აღიქმებოდა.
სპონტანური გამოსვლების დასაშლელად ხრუშჩოვმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ საარმიო ნაწილები და ტანკები გამოიყვანა. ოპერაციის შედეგად 150-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა. უამრავი ადამიანი კი ძიმედ დაიჭრა. იმავე წლის ოქტომბერში ბოლშევიზმმა თავისი აგრესიული ბუნება კიდევ ერთხელ დაადასტურა. 1956 წლის შემოდგომაზე ანტიკომუნისტური დემონსტრაციები გაიმართა უნგრეთში, რომელიც საბჭოეთისგან გათავისუფლებას ითხოვდა. უნგრელთა პრემიერ-მინისტრმა იმრე ნადიმ სოციალისტური სისტემის დემონტაჟი დაიწყო. გაუქმდა ერთპარტიული სისტემა, გამოცხადა კოალიციური მთავრობის შექმნის გადაწყვეტილება. უნგრეთი ტოვებდა ვარშავის სამხედრო ხელშეკრულებას. სახალხო მოძრაობის შესაჩერებლად ბოლშევიკებმა თბილისის ანალოგიურად ბუდაპეშტშიც ტანკები შეიყვანეს. უნგრეთის დედაქალაქში ნამდვილი ომი მიმდინარეობდა მძიმე ტექნიკის, ავიაციისა და артиллерიის გამოყენებით. საბჭოთა იმპერიამ უნგრელთა თავისუფლება სისხლში ჩაახშო. დაიღუპა 3000-მდე უნგრელი. დაიჭრა უამრავი სამოქალაქო პირი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ იმრე ნაც ბრალი სახელმწიფო ღალატში დასდეს და ჩამოახრჩეს. სამშობლოდან დევნილი დაახლოებით 200,000 ადამიანი გახდა. The Hungarian Revolution was defeated basically because of the international situation. უნგრეთის რევოლუცია საერთაშორისო მდგომარეობის გამო დამარცხდა. იგი ცივი ომის გამო დამარცხდა. სტატუს კვო, რომელიც 1945 წელს ევროპაში დამკვიდრდა, ყველა მხარის მიერ იყო აღიარებული. ეს შემდეგს გულისხმობდა, რაც აღმოსავლეთით იყო საბჭოთა იმპერიის გავლენის სფეროს ეკუთვნოდა, რაც დასავლეთით ევროპასა და ამერიკას. ასეთი გადანაწილება ცივი ომის ბოლომდე მოქმედებდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო აღმოსავლეთში, დასავლეთი ვერ ჩაერეოდა საბჭოთა იმპერიის საშინაო საქმეებში. რა თქმა უნდა, პროპაგანდაში დასავლეთი სულ სხვა რამეს ამბობდა. ისინი მხარდაჭერას უცხადებდნენ უნგრეთს, მაგრამ რეალური პოლიტიკის დონეზე არაფერი კეთდებოდა. საბჭოთა კავშირი მხოლოდ გარეგნულად იყო ძლიერი. ერთი შეხედვით ბოლშევიკური წყობა გამართულ მექანიზმს გავდა, რომელიც არასოდეს მუჭდებოდა. სინამდვილეში კი მას უამრავი სუსტი ადგილი ჰქონდა, რომლის დაფარვასაც ბოლშევიკების ლიდერები მუდმივად ცდილობდნენ. კომუნისტურ მონოლითში პირველი შესამჩნევი ბზარი ეკონომიკაში გაჩნდა. მსოფლიოში მიმდინარე ცივი ომი და დასავლეთთან სამხედრო კონკურენცია კრემლისგან უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს მოითხოვდა. საბჭოთა ეკონომიკური სისტემა კი, რომელიც საბაზრო პრინციპების ნაცვლად სახელმწიფო დაგეგმარებით იმართებოდა, ასეთ კონკურენციას ვერ უძლებდა. მოსახლეობის ხარჯზე თავდაცვის დაფინანსებამ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ ქვეყანა სასურსათო კრიზისში აღმოჩნდა. 1962 წელს საბჭოთა კავშირში, რომელიც თავად იყო ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორი, პურის დეფიციტი წარმოიდგა. დახლებიდან გაქრა ხორცი და რძის ნაწარმი. ხელისუფლებამ მდგომარეობიდან გამოსავალი ფასების ზრდაში იპოვა. 1962 წლის მაისში საკვები პროდუქტების ღირებულება 30%-ით გაძვირდა. ამის პარალელურად საწარმოებში გაიზარდა გამომუშავების ნორმები, ხოლო ხელფასიმუშებს იგივე დარჩა. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას აღშფოთებულმა მოსახლეობამ პასუხი მეორე დღესვე გასცა. 1 ივნის ნოვოჩერკასკში გაიფიცა ელექტროვაგონმშენი ქარხნის პერსონალი. მუშების სამუშაო ნორმების გაზრდას და სურსათზე ფასების ზრდას აპროტესტებდნენ.
პროტესტი სულ მალე ქუჩის დემონსტრაციაში გადაიზარდა, რომელსაც ქალაქის მოსახლეობა შეუერთდა. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ კომუნისტებმა ტრადიციულად ტანკები და ჯარისკაცები გამოიყენეს. შეტაკების შედეგად დაიღუპა 3,000-ზე მეტი მოქალაქე. დაიჭრა 100-მდე ადამიანი. $1964 წელს ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა, რამაც საბოლოოდ პარტიის გენერალური მდივნის პოსტიდან ნიკიტა ხრუშჩოვის გადაყენება გამოიწვია. ეკონომიკური კრიზისის გარდა თანაპარტიელებმა ხრუშჩოვს რეპრესიების კრიტიკაც ვერ აპატიეს. კომუნისტურ პარტიაში უმრავლესობას მიაჩნდა, რომ პარტიის ხაზის საჯარო განხილვა და მისი ნაკლოვანებების გამომზავრება უდიდესი შეცდომა იყო. კომუნისტები იმდენად სტალინს კი არა, სისტემას იცავდნენ, რომელსაც ხრუშჩოვის პოლიტიკით ზიანი მიადგა. 1964 წელს ხრუშჩოვი ჯანმრთელობის გაუარესების ფორმულირებით პენსიაზე გაუშვეს. მისი ადგილი კი ლეონიდ ბრეჟნევმა დაიკავა. ბრეჟნევის მმართველობის დროს ბოლშევიკური სისტემა მძინარე დაცვს ჰყავდა. მის ძირითად ამოცანას უკვე არსებული მდგომარეობის განმტკიცება და მსოფლიოში ზესახელმწიფო სტატუსის შენარჩუნება წარმოადგენდა. ლეონიდ ილიაძეს პერიოდში საბჭოთა კავშირში წამყვანი ძალა პარტნომენკლატურა გახდა, რომლისთვისაც კატეგორიულად მიუღებელი იყო ნებისმიერი რეფორმა და ყველაფერს აკეთებდა არსებული რეჟიმის შესანარჩუნებლად. როგორც კი პარტაპარატისთვის კომფორტულ სისტემას საშიშროება ემუქრებოდა, იგი მთელი აგრესიით ცდილობდა ამ საფრთხის ლიკვიდაციას. $1968 წელს ასეთი საფრთხე საბჭოეთმა ჩეხოსლოვაკიურ რეფორმებში დაინახა, რომელსაც ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის პირველი მდივანი ალექსანდრე დუბჩეკი ახორციელებდა. უნგრელი იბრე ნადისგან განსხვავებით, დუბჩეკი არ იყო კომუნისტური წყობის დემონტაჟის მომხრე. მას არც პრაღის საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლა უცდია. მას უბრალოდ სოციალიზმისათვის ადამიანური სახის მიცემა სურდა და ქვეყანაში რეფორმების განხორციელება სცადა. ჩეხოსლოვაკიაში გაუქმდა სახელმწიფო ცენზურა. გამარტივდა სასაზღვრო რეჟიმი. გარკვეული თავისუფლება შემოიღეს ეკონომიკაში. Tomu nebylo v roce 68 a trošku to vedení trpělo právě. 1968 წელს ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლება ილუზიებში ცხოვრობდა. იგი ცდილობდა საბჭოთა კავშირისთვის აეხსნა, რომ მას კარგი იდეები აქვს, რომ მათ მიერ ჩაფიქრებული რეფორმები ქვეყანაში კომუნისტურ სისტემას მხოლოდ სახეს შეუცვლიდა. იგი უფრო მომხიბვლელი გახდებოდა, ხოლო თავად სისტემას საფრთხე არ შეექმნებოდა. ეს გულუბრყვილ ოპოზიცია იყო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გამოცოცხლების პროცესი ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ. ეს პროცესი ისე განვითარდა, რომ მან გარკვეულწილად ხელისუფლებაც კი გააოცა. ისინი არ ელოდნენ მოსახლეობის ასეთ მხარდაჭერას და ამის გამო ცოტათი დაიბნენ კიდეც. ხალხი ხელისუფლებას ისეთი ნაბიჯებისკენ უბიძგებდა, რომელიც მათ წარმოდგენას სცდებოდა. ეს რეფორმები მოსკოვმა ანტისოციალისტურ ქმედებად შეაფასა და 1968 წლის 20 აგვისტოს ქვეყანაში ჯარები შეიყვანა. ბოლშევიკური ინტერვენციის შედეგად დაიღუპა ჩეხოსლოვაკიის 108 მოქალაქე. 500-მდე დაიჭრა. საბჭოთა კავშირმა ჩეხოსლოვაკიის მთლიანი ოკუპაცია განახორციელა და მის ტერიტორიაზე 5 დივიზია განალაგა. დუბჩეკის რეფორმები ჩეხოსლოვაკიისთვის სისხლით დასრულდა. ზესახელმწიფოს სახელის გასამართლებლად მოსკოვი ყველა კონტინენტზე ფარულ თუ ღია სამხედრო ოპერაციებს აწარმოებდა. საკუთარი გავლენის გასამყარებლად იგი დასავლეთის სამყაროს ყველგან ებრძოდა. 1979 წელს ბრეჟნევმა ჩათვალა, რომ კრემლის პოზიციები ავღანეთში სუსტდებოდა და იქ შესაძლოა ანტისაბჭოთა რეჟიმი დამყარებულიყო. ამ საფრთხის გასანეიტრალებლად ბრეჟნევმა ავღანეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ბრძანება გასცა. 1979 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირმა ავღანეთში სამხედრო ინტერვენცია წამოიწყო.
აგრესიის პირველივე დღეს კომუნისტებმა ავღანეთის მმართველი ჰაფიზულა ამინი თავის მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად მოკლეს. ქვეყანაში ხანგრძლივი ომი დაიწყო, რომელმაც მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეუწყო. მძიმე კრიზისში მყოფ საბჭოთა ეკონომიკას ავღანური ომი მძიმე ტვირთად დააწვა. ყოველწლიურად კრემლი $4 მილიარდ ხარჯავდა ავღანეთში საოკუპაციო ძალებისა და მარიონეტული რეჟიმის შესანახად. სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა ასევე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ბირთვული პარიტეტის შენარჩუნებისათვისაც. ამის მიუხედავად მოსკოვი აგრესიულ პოლიტიკას მაინც არ ცვლიდა. $1985 წლის 11 მარტს საბჭოთა კავშირის კომპარტიის გენერალური მდივნის პოსტი მიხეილ გორბაჩოვმა დაიკავა. კომუნისტების ახალმა ლიდერმა ქვეყნის გარდაქმნისა და დემოკრატიზაციის კურსი გამოაცხადა. მაგრამ სულ მალე გამოაშკარავდა, რომ ბოლშევიკური სისტემა გარდაქმნას უბრალოდ არ ექვემდებარებოდა. პირველივე სერიოზული გამოსწრის დროს წყობამ ისევ თავისი ძველი ბუნება გამოავლინა. 1986 წლის აპრილში ატომური ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი კატასტროფა მოხდა. უკრაინის ქალაქ ჩერნობილში ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი ბლოკი აფეთქდა და ატმოსფეროში დიდი რაოდენობით რადიოაქტიური ნივთიერებები გავრცელდა. კომუნისტურმა ხელისუფლებამ ჩერნობილის ავარია საკუთარი სისტემის სისუსტედ ჩათვალა და ინფორმაცია დამალა. კომუნისტები აცხადებდნენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობდა და მილიონობით ადამიანი დაბინძურებულ ზონაში დატოვეს. მაშინ, როდესაც რადიაცია თავის პიკს აღწევდა, ხელისუფლებამ ხალხი 1 მაისის დემონსტრაციაზეც კი გამოიყვანა. პირველი მაისის დემონსტრაციაზე ყველა ორგანიზაცია და სკოლა გამოვიდა. იქ იყვნენ მშობლები შვილებთან ერთად. რადგან ეს ჩვენი დღესასწაული იყო. ჩვენ ანგარიში ჩავაბარეთ მიღწევების შესახებ. დემონსტრაციაზე მომხდარის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. არავინ გაგვაფრთხილა, რომ ამ დროს ბავშვებით ქუჩაში ყოფნა არ შეიძლებოდა. რომ ადამიანები შენობებში უნდა დარჩენილიყვნენ. არ გვასწავლეს ისიც, თუ რა პროდუქტი არ უნდა მიგვეღო. ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. ჩვეულებრივად წავედით დემონსტრაციაზე, რადგან ეს დღესასწაული იყო. და ამ დღესასწაულზე ბავშვები გონებას კარგავდნენ. ბევრი ამბობდა, რომ ეს სიცხის გამო ხდებოდა. გარეთ თბილი ამინდი იდგა და ყველას ეგონა, რომ ბავშვები მზეზე ხანგრძლივად ყოფნის გამო კარგავდნენ გონებას. ატომური რეაქტორის ჩასაქრობად ჩერნობილში 10,000 ადამიანი მირეკეს. ლიკვიდატორები სამუშაოს პრაქტიკულად შიშველი ხელებით აწარმოებდნენ. როგორც ყოველთვის კომუნისტები მიზნის მისაღწევად ადამიანებს არ ეთვლიდნენ და მათი სიცოცხლე არაფრად მიაჩნდა. შედეგად, მილიონობით მოქალაქემ რადიოაქტიური დასხივება მიიღო. მკვეთრად გაიზარდა ონკოლოგიური დაავადებებისგან გარდაცვლილთა რიცხვი და ეს რიცხვი ამჟამადაც მატულობს. საბჭოთა კავშირი თავის უკანასკნელ წლებს ითვლიდა. კომუნისტური რეჟიმი დასავლეთთან კონკურენციას და ავღანურ ომს ვეღარ უძლებდა. 1989 წელს მოსკოვმა მარცხი აღიარა და ავღანეთიდან ჯარები გამოიყვანა, თუმცა ეს უკვე დაგვიანებული იყო. საბჭოთა სისტემა მთლიანად მოიშალა. ქვეყანაში სურსათისა და სამომხმარებლო პროდუქციის უზარმაზარი დეფიციტი გაჩნდა. მოქალაქეები მაღაზიებში საკვე პროდუქტს ვეღარ ყიდულობდნენ. არეულობა დაიწყო მოკავშირე რესპუბლიკებშიც. იმპერიის შემადგენლობიდან გასვლას ითხოვდნენ ბალტიელები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. მართალია იმპერია სულ ზღაფავდა, მაგრამ მარცხთან შეგუება არ სურდა. თავისუფლებისკენ ერების სწრაფას ბოლშევიკურმა სისტემამ როგორც ყოველთვის აგრესია დაუპირისპირა. 1989 წლის აპრილში საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგით მიმდინარე მშვიდობიანი მიტინგის წინააღმდეგ კრემლმა ტანკები გამოიყო. სადამსჯელო აქციის შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღო.
ასობით დაიჭრა და მოეწამა. ერთი წლის შემდეგ კრემლმა ჯარები შეიყვანა აზერბაიჯანის დედაქალაქშიც. 1990 წლის იანვარში მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია საბჭოთა სპეცნაზელებმა მთელი სისასტიკით ჩაახშეს. მარტო დაღუპულთა რაოდენობა 150-ს აჭარბებდა. წლის იანვარში რუსული ტანკები უკვე ბალტიისპირეთში გამოჩნდა. ლიტვის მიერ თავისუფლების მოთხოვნამ მოსკოვის მხრიდან კვლავ აგრესია და მსხვერპლი გამოიწვია. თუმცა რეპრესიულმა მეთოდებმა აგონიაში მყოფ სისტემას ვეღარ უშველეს. 1991 წლის 25 დეკემბერს გორბაჩოვმა უკანასკნელად მიმართა პრეზიდენტის რანგში მოქალაქეებს და განაცხადა, რომ იგი ტოვებდა სახელმწიფოს მეთაურის პოსტს. В силу сложившейся ситуации с образованием Содружества независимых государств я прекращаю свою деятельность на посту президента СССР. კრემლის თავზე წითელი დროშა ჩამოხსნეს. დაინგრა იმპერია, რომელმაც 74 წლის მანძილზე ათეული მილიონობით ადამიანი გაანადგურა და უზარმაზარი უბედურება მოუტანა მსოფლიოს. თუმცა ბოლშევიზმის მეტასტაზები სიცოცხლის უნარიანი აღმოჩნდა. მართალია სისტემა დაინგრა, მაგრამ აგრესიული ბუნება ამჟამად უკვე საბჭოთა კავშირის სამართალ მემკვიდრე რუსეთის ფედერაციამ გამოავლინა. მოსკოვის საბჭოთა კავშირის დასლის შედეგად დაკარგული კოლონიების დაბრუნებას ცდილობდა და მიზნის მისაღწევად ყოფილ რესპუბლიკებში ლოკალურ ეთნო კონფლიქტებს აღვივებდა. აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, მთიან ყარაბაღში, დნესტრისპირეთში კრემლმა შეიარაღებული კონფლიქტების ინსპირირება შეძლო. დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიატორის როლს ხშირ შემთხვევაში თავად რუსეთი ასრულებდა. რუსეთის ახალი პრეზიდენტი ბორის ელცინი სიტყვით დემოკრატიაზე და ერების თავისუფლებაზე საუბრობდა, მაგრამ საქმით კვლავ კომუნისტად დაწყებულ საქმეს აგრძელებდა. ეს პირველ რიგში რუსეთის კავკასიურ პოლიტიკაში გამოიხატებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის სუბიექტმა ჩეჩნეთმაც. 1991-94 წლებში ჩეჩნეთში ჯოხარ დუდაევის მეთაურობით ეროვნული მთავრობა ჩამოყალიბდა, რომელმაც უარი განაცხადა რუსეთის შემადგენლობაში ყოფნაზე. ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რუსული კანონმდებლობის მოქმედება შეჩერდა. ამის საპასუხოდ 1994 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა ელცინმა ჩეჩნეთში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის განკარგულება გასცა. იმავე წლის დეკემბერში მოსკოვმა რესპუბლიკაში ჯარები შეიყვანა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 6 წლის განმავლობაში რუსეთი ჩეჩნეთის დამორჩილებას ვერ ახერხებდა. მდგომარეობა 1999 წელს შეიცვალა, როდესაც რუსეთის პრემიერად საბჭოთა უშიშროების სამსახურის ყოფილი ოფიცერი, ბოლშევიკური წყობის თავგამოდებული დამცველი ვლადიმერ პუტინი დაინიშნა. სწორედ პუტინის ძალისხმევით შეძლო რუსეთმა ჩეჩნეთის დამორჩილება. 2000 წელს პუტინმა ელცინი თანამდებობიდან გადააყენა. პრეზიდენტის პოსტი დაიკავა და კავკასიაში რუსეთის გავლენის აღდგენა შეუდგა. ჩეჩნეთის თავისუფლებისკენ სწრაფვა სისხლში ჩაახშეს. რუსეთის არმიამ მთლიანად დაანგრია ჩეჩნეთის დედაქალაქი გროზნო და სხვა მსხვილი ქალაქები. ფიზიკურად გაანადგურეს წინააღმდეგობის ყველა ხელმძღვანელი. რეანიმირებულ რუსულ ბოლშევიზმს ჩეჩნეთში 160,000-ზე მეტი ადამიანი შეეძინა. ნეობოლშევიკური აგრესიის შესაჩერებლად
ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობამ რუსულ ქალაქებში მძევლების აყვანის ყოვლად გაუმართლებელი ტერორისტული ტაქტიკა აირჩია. თუმცა ბრძოლის ეს მეთოდი უშედეგო აღმოჩნდა. პუტინისთვის, რომელიც ძველ ბოლშევიკურ ტრადიციებზე იყო აღზრდილი, ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავდა და მიზნის მისაღწევად მძევლებს დაუფიქრებლად სწირავდა. ასე იყო 2002 წელს, როდესაც ჩეჩენმა ბოევიკებმა მოსკოვის ერთ-ერთ კულტურის სასახლეში მძევლად 800-ზე მეტი удანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე აიღეს. მძევლთა გათავისუფლების სანაცვლოდ ბოევიკები ჩეჩნეთიდან ფედერალური არმიის გაყვანას ითხოვდნენ. Если мы умрем здесь, то это еще не все. Нас много. Это будет продолжаться. ამ მოთხოვნის საპასუხოდ პუტინმა კულტურის სახლის შტურმით აღების ბრძანება გასცა. სპეცრაზმის მიერ შენობაში გაშვებული მომწამლელი აირის ზემოქმედების შედეგად 120 მძევალი დაიღუპა. იგივე მოხდა 2004 წლის 1 სექტემბერს, როდესაც ჩეჩენთა შეიარაღებული ჯგუფი ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის საშუალო სკოლაში შეიჭრა და მძევლად 1000-ზე მეტი ადამიანი აიყვანა. ბოევიკების მოთხოვნა უცვლელი იყო ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა. Стоит нам позволить себя шантажировать. საკმარისია მათ ჩვენი შანტაჟის ნება მივცეთ და პანიკას ავკვეთ, რომ მილიონობით ადამიანს გაუთავებელი სისხლიანი კონფლიქტების მორევში ჩავითრევთ. როგორც არის მაგალითად მთიანი ყარაბაღი, დნეპრისპირეთი და სხვა ჩვენთვის კარგად ცნობილი კონფლიქტები. პუტინი დათმობაზე არც ამჯერად წავიდა. რუსული სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი შტურმის შედეგად 334 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 186 ბავშვი იყო. 2000 წლის 12 აგვისტოს ბარენცის ზღვაში რუსეთის ყველაზე დიდი ატომური წყალქვეშა ნავი კურსკი ჩაიძირა, სადაც 118 მეზღვაური იმყოფებოდა. პუტინის ხელისუფლებამ, ისევე როგორც ამას კომუნისტური რეჟიმი აკეთებდა თავის დროზე, ეს ინფორმაცია დამალა. ბოლშევიკების მემკვიდრე პრეზიდენტს არ სურდა, რომ რუსეთის სამხედრო სფეროში მომხდარი ტრაგედიის შესახებ მსოფლიოს გაიგო. კურსკის ჩაძირვის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მხოლოდ 1 დღის შემდეგ გავრცელდა. ჩაძირულ ნავში ჯერ კიდევ იყო ცოცხალი 23 მეზღვაური, რომელთა გადარჩენა შეიძლებოდა, მაგრამ სამხედრო საიდუმლოს არ გავრცელების მიზნით ისინი ზღვის ფსკერზე სამუდამოდ დატოვეს. წითელი იმპერია უკვე 20 წელზე მეტია რაც დაიშალა, მაგრამ რუსეთში დღემდე არსებობენ ძალები, რომლებიც მის აღდგენაზე ოცნებობენ. კომუნისტური ცნობიერება რუსეთის საზოგადოებაში ჯერ კიდევ ყარაძის. ამავე მენტალიტეტის მატარებელია რუსეთის მმართველი ელიტა. პრეზიდენტი პუტინი ღიად აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა იყო. Putin epitomized the understanding of Russia that Russia has to be an empire. პუტინის განცხადებით რუსეთი იმპერია უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო არსებობას შეწყვეტს. ერთმა ანალიტიკოსმა თქვა, რომ რუსეთი მხოლოდ იმ საზღვარს აღიარებს, რომელსაც ორივე მხრიდან თავად აკონტროლებს. მათთვის, ვისთვისაც ცნობილია რუსეთის პოლიტიკა კავკასიაში, ეს მოსაზრება ახალი არ იქნება. გამოუცნობია რა უნდა რუსეთის ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკაში. შეიძლება მას სურს პრესტიჟი, რუსეთის დიდება და საბჭოთა კავშირში შემავალი ყოფილი რესპუბლიკების კონტროლი. მაგრამ თუ ვიკითხავთ, რისთვის არის საჭირო ამ ტერიტორიების კონტროლი, ისინი ვერ შეძლებენ პასუხის გაცემას. მათ არ შეუძლიათ განსაზღვრონ, რატომ უნდა აკონტროლონ მაგალითად საქართველო ან შუა აზია. უბრალოდ მათ ასე სურთ და მორჩა. პუტინის პირველი რიგის ამოცანა პოსტსაბჭოურ სივრცეზე რუსეთის გავლენის აღდგენაა. იგი იმ ტერიტორიების შემოერთებას ცდილობს, რომელიც კრემლმა საბჭოთა კავშირის დაშლის დროს დაკარგა.
ამ მხრივ კი ყველაზე დიდ საფრთხეს საქართველოს ხელისუფლების პროდასავლური კურსი წარმოადგენს. იგი საფრთხეს უქმნის უპირველეს ყოვლისა იმ განსხვავებული ღირებულებათა სისტემის გამო, რომელიც არანაირად არ ჯდება რუსეთის მმართველთა მენტალიტეტში. უფრო მეტიც, საქართველოს პოსტსაბჭოურ სივრცეში ამ ღირებულებათა სისტემის ექსპორტირებას ახდენს. კრემლს ისევ ძველი იმპერიული აზროვნება ახასიათებს, რომელიც საფრთხეების დროს სტანდარტულად რეაგირებს და აგრესიით ცდილობს სასურველი მიზნის მიღწევას. ბოლშევიკთა მემკვიდრემ საქართველოს პრობლემის მოგვარებაც წლების განმავლობაში ნაცადი მეთოდით გადაწყვიტა და ომი დაიწყო. წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში რუსეთის მოქალაქეების დაცვის გამოგონილი საბაბით დაწყებული სამხედრო აგრესია სინამდვილეში საქართველოს მთლიან ოკუპაციას და მისი პროდასავლური მთავრობის დამხობას ემსახურებოდა. რუსული არმია 5 დღის განმავლობაში ცდილობდა საქართველოს დამორჩილებას, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. საქართველო, რომელსაც მხარს მთელი დემოკრატიული სამყარო უჭერდა, თავისუფლების შენარჩუნება შეძლო. კრემლმა საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა და იქ მსხვილი სამხედრო ბაზები განალაგა. საკუთარი აგრესიის ლეგიტიმაციას რუსეთი დღემდე უშედეგოდ ცდილობს. რუსეთმა ვერ შეძლო საქართველოს პროდასავლური კურსის შეცვლა და ამიტომ მის წინააღმდეგ სადამსჯელო მეთოდი გამოიყენა. საქართველოს საგარეო კურსის შესაცვლელად იგი კაცრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სანქციებს იყენებდა, მაგრამ სასურველი შედეგის მიღწევა მაინც ვერ შეძლო. ამიტომ რუსეთი არჩევანის წინაშე დადგა. მას ან უნდა გაეშვა საქართველო, ან სამხედრო ძალის გამოყენებით დაემორჩილებინა. მოსკოვმა მეორე გზა აირჩია. კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო 1945-46 წლებში ნიურნბერგში ნაციზმი გაასამართლეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსულ კომუნიზმს ფაშიზმზე არანაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი, მისი გასამართლება დღემდე არ მომხდარა. რუსულ საზოგადოებაში კომუნიზმი არ ასოცირდება ბოროტებასთან და ამ სისტემის მიმართ დღემდე ნოსტალგია აქვთ. ძალაუფლების გასამყარებლად შექმნილი რეპრესიული სისტემა იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ ლენინის მემკვიდრეებს მართვის ახალი ფორმების გამოგონება აღარ სჭირდებოდათ. ისინი უბრალოდ ილიჩის გზას აგრძელებდნენ და ამ სისტემას დროის შესაბამისად უწვლიდნენ სახეს. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება ქვეყნის სათავეში: დიქტატორი სტალინი, რეფორმატორი გორბაჩოვი თუ საბჭოეთის ნოსტალგიით შეპყრობილი პუტინი. მათი საერთო იდეოლოგია ბოლშევიკების მიერ შექმნილ ღირებულებათა სისტემას ეყრდნობა, სადაც ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ გააჩნია. ამ იდეოლოგიის მიხედვით სახელმწიფო მანქანა ფიზიკურად ანადგურებს ყველას, ვინც ოდნავ მაინც საეჭვოდ მიაჩნია. ამიტომ როგორც საბჭოთა კავშირი, ასევე ამჟამინდელი რუსეთიც საშინაო და საგარეო პოლიტიკაში უპირატესობას აგრესიას ანიჭებს.